Edo ჯაფარიძე ელჩის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარს აცხადებს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მისი საპარლამენტო საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანია. Edo ჯაფარიძე ელჩად გაერთიანებულ სამეფოში იყო წარდგენილი. დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერას უკვე 5 თვე ელოდება. ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზად სწორედ Edo ჯაფარიძე მიიჩნევა. რამდენიმე თვის წინ ელჩობის კანდიდატი არ გამორიცხავდა, რომ საკითხის შეფერხების მიზეზი სააკაშვილის პიროვნული დამოკიდებულება ამისთამე. ბალაგანში და უაზრო ესე ვთქვათ, კინკლაობაში მე არ მინდა მივიღო მონაწილეობა. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ზიანს აყენებს საგარეო პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის, აფერხებს მას, რეპუტაციას ულახავს ქართულ დიპლომატიას, რეპუტაციას ულახავს აგრეთვე იმ კონკრეტულ კანდიდატებს, რომლებიც შეიძლება შემდგომ ელჩებად, რომლებმაც შეიძლება ელჩებად დაიწყონ მუშაობა. საგარეო პოლიტიკურ მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო, არის და ჩანს იქნება თქვათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმ ადამიანებს შორის, ვინც საგარეო პოლიტიკაზე პასუხს აგებდნენ პრეზიდენტის ჩათვლით და ბატონ ჯაფარიძეს შეხედულებებს შორის. ეს სხვათა შორის აისახა კიდევაც იმ დოკუმენტზე მუშაობისას, რომელიც პარლამენტმა მიიღო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ.